კორეის წყლის რესურსების კორპორაცია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. კორპორაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ნენსკრას ჰესის პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. პროექტი მდინარე ნენსკრასზე სვანეთის რეგიონში უნდა განხორციელდეს. მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 760 მილიონი ამერიკული დოლარია. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში შედგა. სამხრეთ კორეული სახელმწიფო წყლის რესურსების კორპორაციის წარმომადგენლები დღესვე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კობზანაძემ მიიღო საუბარი, აქაც ნენსკრას შეეხო 210 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 1.3 მილიარდი კილოვატ-საათი იქნება. დღეს ჩვენ კარგი შესაძლებლობა გქონდა გვესაუბრა და განგვიხილა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. შევთანხმდით ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.